ამინჩი მოკლედ დღესაც არ გაგვიმართლა. წავედით ახლა გრინფილდში ვიმყოფებით. ეს არის გრინფილდ ტაუერი და ზოგადად მგონია რომ საბურთალოზე დღეს ვინც არის უძრავი ქონების მაძიებელი, ზოგადად გრინჰილი რეზიდენციის შესახებ აბსოლუტურად ყველა მიცის. განსაკუთრებით კარგი და აქტუალურია ზუსტად ეს კორპუსი, სადაც ახლა ჩვენ ავდივართ. ორი ლიფტია, შემოსასვლელი იყო ის სივრცეც, ასევე შეგვიძლია ამ მხრიდანაც შემოვიდეთ, გავიდეთ და აქეთ არის უკვე ის დიდი რეკრეაციები, რაც ყოველდღიური ცხოვრებისთვის ნამდვილად აუცილებელია. ლიფტით მოვბრძანდა ჩვენთან, რა თქმა უნდა, დაცული კომპლექსია და შესაბამისად ეს მარტივად ვერ შემოვდივართ, მე-13 სართულს დავაჭიროთ და წავედით. ამოვედით მე-13 სართულზე, აქეთ მინდა ვნახოთ ეს სადარბაზოს უჯრედი. ძალიან მნიშვნელოვანია სადარბაზოც რომ იევდებოდეს და ჩემი აზრით ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება. წავედით ახლა უშუალოდ შევიდეთ ბინე. წავედით, ახლა პირველ რიგში ავანთოთ ყველგან შუქები და დავიწყოთ არაჩვეულებრივი პრეზენტაცია. პირველ რიგში გეტყვით, რომ გვაქვს სტუდიოს ტიპის მისაღების სივრცე, რაც მე ძალიან მომწონს ზოგადად და მიყვარს. არის ის ფაქტი, რომ აქვს ძალიან კარგი აივანი. აქეთ ჩანს უკვე მზე ამოდის იქით მთაწმინდის მხარეც და აივანი არის ისე 90 გრადუსიან კუთხეს ქმნის. აქ რა თქმა უნდა არის სათავსოები და მეორე მხარესაც. ეხლა კი დავათვალიეროთ სხვა დანარჩენი. რა თქმა უნდა, სამზარეულოში ყველა საჭირო კომუნიკაცია არის აბსოლუტურად ჩაშენებულიც არის და თან ძალიან მომწონს ის, რომ ნიჟარას აქვს დამატებით იმის ფუნქცია, რომ გადაამუშავოს ნარჩენები და მოკლედ ვფიქრობ, რომ მისაღები აბსოლუტურად ნორმალურია. შემოსასვლელ სივრცეში არის კარადა. ეხლა ვნახოთ სველი წერტილი, რომელსაც როგორც აბაზანა, ასევე საშხაპი აქვს და უზარმაზარი საძინებელი ოთახები. ყველაფერი რაც არის გაკეთებული არის მაღალი ხარისხის, ეს ფინა არ იყო განკუთვნილი საერთოდ გასაყიდოდ, უბრალოდ მოვლენებიდან გამომდინარე გადაწყდა ახლა მისი გაყიდვა. შესაბამისად, ყველა დეტალზე აბსოლუტურად მესაკუთრემ ჩააქსოვა სული და გული. აივანიც აქვს შედარებით მომცრო ზომის და ეს არის ისეთი საძინებელი, სადაც ადამიანს შეუძლია მოაწყოს თავისუფლად სამუშაო სივრცეს და ყველაფერი, იმიტომ რომ დაახლოებით 25 კვადრატული მეტრია. აქეთ კი, რაც მე ძალიან მომწონს, არის ესეთი საგარდირობე ოთახი. საკმაოდ დიდია, ესეც არ არის პატარა და აქ შეხედეთ უბრალოდ რამხელა სივრცე გვაქვს. მოკლედ, ეს უძრავი ქონება იყიდება, როგორც უკვე გითხარით, არის 116 კვადრატული მეტრი. მდებარეობს საბურთალოზე ერთ-ერთ ყველაზე პრემიუმ კლასის კომპლექსში. კონდიციონერი თავისთავად ყველა ოთახშია. აქედანაც შევხედოთ ხეთს, მე კი გეტყვით, რომ ამ უძრავი ქონების მყიდველი ნამდვილად იქნება ჭკვიანი, მოგებული, ყოველთვის მოთხოვნადი არის როგორც გასაქირავებლად, ასევე გასაყიდად და თან გაითვალისწინეთ, რომ ეხლა უკვე ამ ტერიტორიაზე ეს არის ახალი საბურთალოს ცენტრი, უკვე რესურსი იწურება, შესაბამისად ქონება ძვირდება და ძვირდება. დეტალური ინფორმაციისთვის გელოდებით პირად შეტყობინებებში და არ დაგავიწყდეთ ჩემი გამოწერა დროებით.